მადლობისა, მოკლედ დღის იმ მთავარი ამბების შესახებ, რომელზეც მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური ამ წუთებში მუშაობს. შეხვედრა, რომელმაც კითხვები გააჩინა, იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრაზე საუბარი პრეზიდენტის გადადგომაზე. 45 წუთიანი პირისპირ საუბარი დაძაბული საარჩევნო დაპირისპირების შემდეგ, რა შედეგები მოყვება პრეზიდენტისა და მომავალი პრემიერ-მინისტრის შეხვედრას აუცილებელი ფორმალობა თუ დახურულ კარს მიღმა დაყენებული პირობები დღის მთავარ გამოშვებაში ჟესტების ენა. 9 საათზე დეზერტირი მაღალჩინოსნები რაელი ზურაბადეიშვილს, რომელმაც სამსახური და თანამშრომლები მიატოვა და ქვეყნიდან გაიპარა. 9 საათზე მაღალჩინოსნები და საჯარო მოხელეები, ვინც საქართველოს საზღვარი 2 ოქტომბრის შემდეგ გადაკვეთეს. დღის მთავარ გამოშვებაში სად არის ადეიშვილი, ერთადერთი მინისტრი დეზერტირებს შორის. ვინ იქნება შეარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, სანამ კოალიცია კანდიდატურებს განიხილავს, სააკაშვილმა პოსტზე უკვე დანიშნა ბაჩო ახალაიას კადრი 32 წლის გიგი კალანდაძე. დღის მთავარ გამოშვებაში რას აპირებს ახალი ხელისუფლება, დათმობს თუ არა გაერთიანებულ შტაბს, რომელსაც უშუალოდ ევალება შეარაღებული ძალების მართვა და რომლის ხელმძღვანელიც პირველი სამხედრო პირია შეარაღებულ ძალებში. შემცირდება თუ არა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აერის ტარიფი. ახალი ხელისუფლება ენერგომატარებლებზე ფასის დაწევას არ გამორიცხავს. მანამდე კი შესაძლოა უკვე გამოიკვეთოს სამართალდარღვევები, რომელიც დენზე და გაზზე ფასის ხელოვნურ ზრდას უკავშირდება. იხდიდა თუ არა წლების მანძილზე საქართველოს მოსახლეობა გაცილებით მეტ ფასს, ვიდრე ენერგომატარებლები რეალურად ღირდა. ეკონომიკური გათვლები დღის მთავარ გამოშვებაში. ეს და დღის სხვა მთავარი ამბები 9 საათზე მეცხრე არხზე დაელოდეთ დღის მთავარ გამოშვებას დროებით.